ევროპის კენდი მოვალწაზე გადაღებულა. დროთა განმავლობაში გარედან დაფინანსებულმა პროპაგანდამ, მართულმა პროცესებმა და უცხოურ გავლენებს დაქვემდებარებულმა ძალებმა ქვეყნის ევროპული არჩევანი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციეს. შინაარსისგან დაცალეს და მასებს მხოლოდ ლოზუნგები მიაწოდეს. ჩვენ გვინდა ევროპა, მხოლოდ ევროკავშირის ოჯახში. და ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი. მაგრამ რას ნიშნავს რეალურად ევროპა მინდა? როგორ შეიძლება გახდე ევროპის ნაწილი? ეს ხომ მხოლოდ გეოგრაფიული კუთვნილება არ არის, არამედ ეს აიზიარებდა იმ ღირებულებებს, რომელმაც ევროპა ჯერ გააძლიერა, შემდეგ კი მიმზიდველი გახადა. და რა არის ეს ღირებულებები? ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა და ქრისტიანული კულტურა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემა, სამართლის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. თანხმდებით, რომ ევროპის სიძლიერე ამ ღირებულებებმა განაპირობა და თუ თანხმდებით, რომ ევროპის მიმზიდველობა სწორედ ჩამოთვლილ ღირებულებებშია, მაშინ ვნახოთ, როგორ არის ეს ღირებულებები დაცული თავად ევროპაში და გავავლოთ პარალელი საქართველოსთან. დღეს ერთგვარ რიტუალად იქცა ევროკავშირის დროშებით სეირნობა და ლამაზი ლოზუნგები ევროპაზე. ყველგან ევროპას ეძებენ, მაგრამ იქნებ სულაც არ არის საჭირო ევროპის ძებნა შავი ზღვის გადაღმა. იქნებ უბრალოდ პროპაგანდისგან გამოსვლა კმარა იმის დასანახად, რომ ევროპა მთელი თავისი ხიბლითა და ღირებულებებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია, ჩვენს ქუჩებშია, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ქვეყანაში. ამ ერთ კადრში ჩანს, როგორი ევროპა გვინდა სინამდვილეში და რატომ იყო ის ჩვენი არჩევანი. საქართველოს დროშა როგორც სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, ეკლესია, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებსა და კულტურას აერთიანებს, და ევროკავშირის დროშა, რომელიც სწორედ სუვერენიტეტსა და ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული უნიკალური ერების ერთობას განასახიერებდა. იქამდე, სანამ გლობალური დიპსტეიტის მართული ევრობიუროკრატების დიქტატს დაექვემდებარებოდა. ბოლო 10 წლეულში ევროპა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ის, რაც ადრე კონტინენტის ძლიერების სიმბოლო იყო, ეროვნული თვითმყოფადობა, ქრისტიანული კულტურა, სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, პლურალიზმი, ნელ-ნელა ქრება და გარკვეულ სისტემაში ექცევა, რომელსაც ერთი აზრის დიქტატი შეგვიძლია ვუწოდოთ. ცხოვრების წესს ევროკრატები განსაზღვრავენ. ისინი ამბობენ, რა არის სწორი და რა არა. ისინი კარნახობენ ადამიანებს, როგორ იცხოვრონ, რა ღირებულებები უნდა ჰქონდეთ, რა უნდა დაივიწყონ, რა უნდა აღიარონ უპირობო ჭეშმარიტებად და პროგრესად. ეს კი თავისთავად ანგრევს ევროპის იდეას, მის მიმზიდველობასა და სიძლიერეს. ასე რომ თუ ჩვენ ევროპას ვირჩევთ, მისი ღირებულებების გამო, მაშინ დროა რეალობას შევხედოთ და სანამ ძებნას სადმე სხვაგან დავუწყებთ, ის ჯერ ჩვენს ყოველდღიურობაში აღმოვაჩინოთ. ევროპა ყოველთვის ქრისტიანობის საკვნად ითვლებოდა. მის ერთ-ერთ მთავარ ფუნდამენტს სწორედ ქრისტიანობა წარმოადგენდა. ეს კულტურა აყალიბებდა ევროპული ცხოვრების სტილს, ღირებულებებს, პოლიტიკას. ევროპულ ქვეყნებს კონტინენტთან ერთად სწორედ მსგავსი ქრისტიანული ღირებულებები აერთიანებდათ, რასაც შემდეგ პოლიტიკურ-ეკონომიკური კომპონენტიც დაემატა და მივიღეთ ევროპული ქვეყნების გაერთიანება ევროკავშირი. არსებითად ქრისტიანული ქვეყნების კლუბი, მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაც შეიცვალა და დღეს ეს კავშირი იდენტობის კრიზისის წინაშე დადგა. ფსევდოლიბერალურმა დღის წესრიგმა ქრისტიანული კულტურა იქ უკვე გაქრობის ზღვართან მიიყვანა. ევროპულ ქალაქებში ტაძრები იკეტება, ისტორიულ ეკლესიებში კომერციული ცენტრები, კლუბები ან სასტუმროები იხსნება. თუ ქრისტიანი ხართ, შესაძლოა ჩუმად ლოცვა გახდეს საკმარისი თქვენს დასაკავებლად. ამის ნათელი მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც 2023 წელს პოლიციამ იზაბელ ვონი აბორტის კლინიკის სიახლოვეს ჩუმად ლოცვის გამო დააკავა, იმ მოტივით, რომ ის პოტენციურად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. I was arrested outside an abortion centre in Birmingham for silently praying. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში იზღუდება რელიგიური თავისუფლება, რომელიც ოდესღაც დასავლური დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იყო. დავიწყებას ეძლევა სარწმუნოება, რაზეც ევროპის სიძლიერე დაშენდა. სამაგიეროდ ძლიერდება LGBT პროპაგანდა, გარყვნილების ნორმალიზების პროცესი და ამაზე მიუთითებს ბრიტანეთში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ღიად ლესბოსელი ეშლი დალტონის დანიშვნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის LGBT თემს ეკუთვნის. დასავლელი ბავშვების მთელი თაობა იზრდება ქრისტიანობის ყოველგვარი ცოდნის გარეშე. დასავლური ცივილიზაცია კი სრულიად ქრისტიანობის შვილია და ის რაც ჩვენ რეალურად მოგწონს დასავლურ ცივილიზაციაში, მოდის არა ქრისტიანობის უარყოფით, არამედ ქრისტიანობიდან.
და თუ ვთანხმდებით, რომ ევროპული ცივილიზაციის საძირკველს ქრისტიანული კულტურა წარმოადგენს, მაშინ ობიექტური ადამიანი ევროპას საქართველოში უფრო მარტივად იპოვის, ვიდრე თავად ევროპაში. ვინც პროცესებს რეალურად აფასებს და ინახავს, რომ საქართველოს ქრისტიანული ღირებულებებისა და კულტურისგან არ გადაუხვევია, რაც თავისთავად მოიცავს ტოლერანტობას, შემწყნარებლობას და მიმღებლობას. შესაბამისად, მიუხედავად მართლმადიდებლური სარწმუნოების დომინაციისა, საქართველოში დაცულია ყველა სხვა რელიგიური კონფესიის უფლება. მეტიც, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც კი შეიქმნა, რათა მთავრობამ წაახალისოს ისინი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათ საჭიროებებზე. საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები. წითელ ხაზს მხოლოდ გარყვნილი ცხოვრების წესის პროპაგანდა წარმოადგენს, რომელიც თავისი იდეოლოგიით პირველ რიგში სამიზნედ არასრულ წლონებს აქცევს, რაზეც მსოფლიო პრაქტიკაც მიუთითებს. ევროპული ღირებულებაა გამოხატვისა და პრესის თავისუფლება. ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, ჯერ 70 წლიანი საბჭოთა, შემდეგ კი ნაცმოძრაობის 9 წლიანი რეჟიმის პირობებში საკუთარ თავზე იგრძნო, რას ნიშნავს იყო ცენზურის მსხვერპლი. ძალებია მობილიზებული ისინი უკვე შემოიჭრნენ ტელეკომპანია იმედში. ამ პერიოდში ევროპა ნამდვილად სინათლის სხივად ჩანდა, მაგრამ რა ხდება დღეს? ევროპა თავად ხდება გლობალური deep state-ის მიერ მართული მედიის ერთი აზრის დიქტატის მსხვერპლი. USAID-ის ფაილებით გაირკვა, რომ პოლიტიკოს, BBC-ს, სხვა მედია გამოცემებსა და ათასობით ჟურნალისტს ამერიკის განვითარების სააგენტო სოლიდური თანხებით აფინანსებდა. ისინი კი Deep State-ის ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს პროპაგანდირებდნენ. ერთი ჩაკეტილი სისტემის ნაწილს წარმოადგენდნენ და ბლოკავდნენ განსხვავებულ აზრს. მაგალითად, გერმანიაში ფსევდოლიბერალურ დიქტატს დაქვემდებარებული მედია დღემდე ზღუდავს ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიას, რადგან ის არ ჯდება გლობალური Deep State-ის დღის წესრიგში. იგივე მედია და ევრობიუროკრატია თავს ესხმის საქართველოსაც, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებს, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს იცავს. და არათუ საქართველოს, ისინი ებრძვიან კონსერვატორ ლიდერებს ევროპული გაერთიანების შიგნითაც, რადგან ისინი ერთი აზრის დიქტატის მიღმა არიან. ახლა ვნახოთ ქართული რეალობა და ფაქტები. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მედია სტანდარტმა თავისუფლებით ევროპულს გადაუსწრო. უმარტივესად იხსნებიან ახალი მაუწყებლები. მათ არავინ ზღუდავს სარედაქციო პოლიტიკის გამო. მათ არავინ ზღუდავს მიუხედავად მკვეთრად ანტისამთავრობო და ხშირად რადიკალური პოზიციებისა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების ნაწილი მიკროფონიან აქტივისტებად არიან ქცეულნი, აქციებსაც აწყობენ და პოლიტიკურ მოთხოვნებსაც აჟღერებენ. ჩვენ ჩავიბარეთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას. არ დავიშლები, ყოველდღე გამოვალ. მათ არავინ ეხება. ისინი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. ასე რომ ვინც ობიექტურად აფასებს პროცესებს, მას არ გაუჭირდება ევროპის პოვნა საქართველოში, სადაც ყველანაირი აზრი ისმის და ამ აზრებისთვის პლატფორმების მარტივად შექმნასაც სწორედ ქართული კანონმდებლობა უზრუნველყოფს. ისმის, რომ ევროპაში მიდიან, მაგრამ რომელ ევროპაში? იმ ევროპაში, სადაც დაცული იყო ევროპული ერებისთვის დამახასიათებელი კულტურული იდენტობა, თუ იმ ევროპაში, სადაც გლობალურ Deep State-ს დაქვემდებარებული ევრობიუროკრატიის გადაწყვეტილებებით ხდება ტრადიციული კულტურის ჩანაცვლება. კერძოდ, ევროპა მისი ქრისტიანული კულტურიდან გამომდინარე იყო ტოლერანტული განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიმართ. თუმცა თავსმოხვეულმა უკონტროლო მიგრაციამ ევროპის კულტურული ლანდშაფტი შეუქცევადი ცვლილებების პირისპირ დააყენა. დიდი რაოდენობის მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ნაცვლად იმისა, რომ თავად მოერგონ მასპინძელი ქვეყნის ღირებულებებს, პირიქით, ევროპულ კულტურას ცვლის და იწყება იდენტობის კრიზისი. რისი კარგი მაგალითიც პარიზია, სადაც ეთნიკურად ფრანგებს უკვე იშვიათად შენიშნავთ ქუჩებში. მსგავსი პრობლემების წინაშეა ბრიტანეთიც, სადაც ყველაზე პოპულარულ სახელად მუჰამედი იქცა. შედეგად კი ერთ დროს შემწყნარებელი და ტოლერანტული ევროპა ეთნიკური დაპირისპირებების პოლიგონად იქცა. პარალელურად, ობიექტურ შემფასებელს არ გაუჭირდება თქვას, რომ საქართველო, რომელიც ისტორიულად მულტიეთნიკური ქვეყანა იყო, მისი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკით ახერხებს როგორც ქართული, ასევე ეთნიკური უმცირესობების კულტურული ღირებულებების დაცვას და მათი ჰარმონიული თანაარსებობის უზრუნველყოფას. ევროპის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ხიბლი ესაა ადამიანების არჩევანის თავისუფლება და პატივისცემა, რომელიც კანონის ძალითაა დაცული. და რა ხდება თანამედროვე ევროპაში? სულ ახლახანს ევროკავშირის წევრ რუმინეთში Deep State-ის მართული ევრობიუროკრატიის ზეწოლის შედეგად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაუქმდა. მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში მათთვის არასასურველმა კანდიდატმა გაიმარჯვა. გამოდის, რომ ევრობიუროკრატებმა უარყვეს ერთ-ერთი ძირითადი ევროპული ღირებულება, რასაც თავისუფალი ადამიანების თავისუფალი არჩევანის პატივისცემა ჰქვია.
თუმცა ამაზე არ შეჩერებულა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუმინეთის არჩევნები რუმინულ საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინეს აბსურდული მიზეზით, ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ევროპამ სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპსაც უღალატა. ობიექტური თვალისთვის ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს, რომ არჩევანის პატივისცემა და კანონის უზენაესობა საქართველოში დაცულია და ამ ნაწილშიც ევროპის პოვნა ჩვენს სამშობლოში უფრო ადვილია ვიდრე ევროკავშირში. ეს ხომ ფაქტია, რომ 2012 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რეალური დემოკრატიული პროცესები დაიწყო. უკლებლივ ყველა არჩევნები საერთაშორისო ობიექტური სადამკვირვებლო მისიების მიერ დადებითად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დანიშნული კი არა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს. განაევროპული ღირებულებების დაცვა არ არის, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის უფლებები კაფიოდ გამოხატულია და მაგალითისთვის 2020 წელს პარლამენტში 8 ოპოზიციური პარტია შევიდა. 2024 წელს კი ბარიერი 4 ოპოზიციურმა სუბიექტმა გადალახა. მათ შორის 3 კოალიცია იყო. ანუ ჯამში 9 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოხვდნენ პარლამენტში. ეს ევროპაა, რომლის პოვნაც მოქალაქეებს საქართველოში შეუძლიათ. თუმცა ოპოზიციის უარი წარმოედგინათ საკუთარი ამომრჩეველი საკანონმდებლო ორგანოში ანტიევროპული ქმედება იყო, რადგან მათ უგულებელ ჰყვეს მათი ამომრჩევლის ნება. ევროპაში, იქ სადაც კანონის უზენაესობა ერთ დროს ევროპული ღირებულებების ბირთვს წარმოადგენდა, რუმინეთის მაგალითზე დაყრდნობით ცხადია, რომ პოლიტიკური იარაღად იქცა. ამ ფონზე კი თუ გარედან დაფინანსებულ პროპაგანდას ხმას ჩავუწევთ და ფაქტებს შევხედავთ, ევროპას ამ ნაწილშიც მარტივად აღმოვაჩენთ საქართველოში. მოქალაქეები დავებს უგებენ სახელმწიფოს. გაზრდილია გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა. სამართლის უზენაესობა განაპირობებს ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში, რადგან ის ინვესტორებისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ერთადერთი რაშიც საქართველო ევროკავშირს ჯერჯერობით ჩამორჩება, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურაა. მაგრამ ეს ლოგიკურიცაა. ევროპის სიძლიერეს მრავალი ათწლეულის განმავლობაში მისი ერთგულება განაპირობებდა ქრისტიანული ღირებულებების, კულტურული იდენტობის, სიტყვის თავისუფლების, კანონის უზენაესობის მიმართ. თუმცა როგორც კი ამ ღირებულებებზე მათ უარი თქვეს, დაიწყო სტაგნაცია. უკონტროლო მიგრაციამ გაზარდა ეთნიკური დაპირისპირებები, კრიმინალის დონე იმატებს, ეკონომიკა რეგრესირებს. ბუნებრივია ევროპას ათწლეულების განვითარების ინერცია ჯერ ისევ აქვს და ამ ეტაპზე მაინც გვისწრებს ეკონომიკურად, მაგრამ მათი ათწლეულების საპირწონედ საქართველოში რეალურად ხომ ბოლო 13 წელია, რაც ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებებით იმართება ქვეყანა. რამაც უზრუნველყო ქვეყნის საკმაოდ მაღალი ტემპით განვითარება და ხელშესახები შედეგებიც მოიტანა. სწორედ 2012 წლის შემდეგ დაუახლოვდა საქართველო ევროპულ კავშირს ყველაზე მეტად. გააფორმა ასოცირების შეთანხმება. მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ქვეყანა ძლიერდება, მის მიმართ საერთაშორისო ინტერესი იზრდება და გლობალურ ეკონომიკაშიც საკუთარ ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს. შეუძლებელია ობიექტურმა ადამიანმა ვერ დაინახოს ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას ჭეშმარიტად ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ მოუტანა და ეს ციფრებშიც იზომება. ბიუჯეტი 2024 წელს გაიზარდა 30 მილიარდ ლარამდე. მაშინ, როდესაც ის 2012 წელს მხოლოდ 8.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. ეკონომიკა 2024 წელს 9.5%-ით გაიზარდა, 90 მილიარდიან მაჩვენებელზე ავიდა. მაშინ, როდესაც 2012 წელს დაახლოებით 28 მილიარდ ლარს შეადგენდა. საქართველოში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ევროპა მისი ღირებულებებითა და ხელშესახების შედეგებით საკუთარ ყოველდღიურობაში იპოვოს. ასეთია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფასო მედიკამენტების გადაცემიდან დაწყებული სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ოპერაციების დაფინანსებას მოიცავს. არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის სრული 100%-იანი დაფინანსება, როგორც ქვეყანაში, ასევე უცხოურ კლინიკებში. შეუძლებელია ობიექტურმა დამკვირვებელმა ვერ შეამჩნიოს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა 13.9%, რომ სიღარიბის დონეც ისტორიულ მინიმუმზეა და 11.8%-ს შეადგენს, რაც ბოლო 3 წლის ჭრილში ნიშნავს, რომ სიღარიბეს მინიმუმ 350,000-მა მოქალაქემ დააღწია თავი. ქვეყნის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული პროექტები. 2012 წლის შემდეგ გაზრდილია გაზმომარაგების ტემპები და 2028 წლისთვის საქართველოში გაზიფიკაციის მაჩვენებელი 96%-ს მიაღწევს. გარდა ამისა, წყალმომარაგება გადააჭარბებს 80%-ს, რაც საქართველოს ყველა ქალაქს მოიცავს. გეგმაშია მუნიციპალური გზების განახლება და დაგებაც, რომელიც 2012 წლის შემდეგ ფაქტობრივად უწყვეტ პროცესს წარმოადგენს.
გარდა ლოკალური პროექტებისა, ქვეყნის განვითარების ინდიკატორია საერთაშორისო დონის მეგაპროექტებიც. ასეთია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი, რომელიც თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. მაგისტრალის დიდი ნაწილი გახსნილია და ექსპლუატაციაშია შესული. ასეთი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობაც დაწყებულია და რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის. საქართველოს ხელისუფლების ურყევი ერთგულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების მიმართ ქვეყნის განვითარების წინაპირობად იქცა. განვითარებული ქვეყანა კი მიმზიდველად იქცა ისეთი დიდი ინვესტორებისთვის, როგორიც მაგალითად EMR ჯგუფია, რომელიც მზადაა საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. რეალურად საქართველოს სწორედ ახლა გადის იმ პერიოდს, რამაც თავის დროზე ევროპა აქცია მიმზიდველად და კონკურენტუნარიანად. ქვეყნის განვითარების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ახალი შესაძლებლობები იხსნება, რასაც ხელისუფლება იყენებს და ქვეყნის პოტენციალს სხვადასხვა მიმართულებით ზრდის. მაგალითად, დაგეგმილია ახალი აეროპორტის მშენებლობა, რაც გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ეკონომიკას. ასევე იგეგმება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობაც, რომელიც 70,000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ეს სტადიონი მისცემს საქართველოს შესაძლებლობას უმასპინძლოს მაღალი დონის შეხვედრებს. ასე რომ, თუ ევროპა განვითარებაა, თუ ევროპა ძლიერი ეკონომიკაა, თუ ევროპა მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკაა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მას ქვეყნის სტაბილური განვითარება უზრუნველყოფს. სტაბილური გარემოს შენარჩუნებაა ევროპული ღირებულებების დაცვა და არა ქვეყანაში ხელოვნური კრიზისების შექმნა, რომელსაც ეგრეთ წოდებული პროევროპული ოპოზიცია აორგანიზებს და თუ ადამიანთა ამ მცირე ჯგუფს გულწრფელად უნდა ევროპული კეთილდღეობა საკუთარ ქვეყანაში, ნაცვლად კრიზისების შექმნისა, მის განმუხტვაზე უნდა ფიქრობდნენ. გარდა ჩამოთვლილი ფაქტებისა, საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებსაც გადავხედოთ. მაგალითად, კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერობს. სასამართლო სისტემაზე მთავრობის გავლენისგან თავისუფლების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 27 ადგილზეა, ევროპაში მე-9, პოსტსაბჭოთა სივრცეში მე-3. კეთილსინდისიერების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას. ამასთან საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, ეკონომიკური ზრდითაც მოწინავე პოზიციებზეა და ბოლო 3 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპით უსწრებს თვით ევროკავშირს, რომლის ეკონომიკური ზრდაც 2024 წელს თუ 0.5% იყო, საქართველოს შემთხვევაში ეს რიცხვი 8.4% შეადგენდა. კრიმინალის დონე საქართველოში გაცილებით დაბალ ნიშნულზეა და ევროპის მასშტაბით ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა მხოლოდ ლუქსემბურგსა და ფინეთშია. ევროპული ღირებულებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი გამჭვირვალობაა და აქ მნიშვნელოვანია ღია ბიუჯეტის ინდექსი. თუ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რაში იხარჯება მათი ფული, ეს კონტროლის ბერკეტებს აძლევს იმავე საზოგადოებას. ამ ინდექსში კი საქართველო არათუ ევროპაში, მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. და მაინც, რეალობისა და ფაქტების მიუხედავად არიან ჯგუფები, რომლებიც ევროკავშირის დროშებით წლებია ქუჩა-ქუჩა შორეულ ევროპაზე საუბრობენ. პროპაგანდა მათ კრიტიკულ აზროვნებას უგრძელავს. კითხვის დასმასაც კი, ისეთი მარტივი კითხვის, როგორიცაა, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული? ევროპა როგორც ღირებულებათა სისტემა, რომელიც ეროვნული თვითყოფადობის დაცვას და ქრისტიანულ კულტურას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რწმენის თავისუფლებას, ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემას, სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა ნიშნავდეს, თუ ევროპა როგორც ფსევდოლიბერალური დიქტატის ტყვეობაში მოქცეული პოლიტიკური გაერთიანება. პასუხი ცალსახაა, ასე რომ საკმარისია ამ ადამიანთა მცირე ჯგუფმა ფსევდოლიბერალურ დიქტატს თავი დააღწიონ და რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლონ. თუ მათთვის ევროპა ევრობიუროკრატიის შექება კი არა, ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებებია, ანუ ქრისტიანული კულტურა, კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება, უნიკალური იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციული ფასეულობების ერთგულება და მზარდი ეკონომიკა, მაშინ ცხადი გახდება, რომ რეალურ საქართველოში ასეთ ევროპას ძებნა კი არა, პროპაგანდისგან თავის დაღწევა და მხოლოდ დანახვა სჭირდება.